ჭიათურელი მაღაროელები კომპანია ჯორჯიან მანგანეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებად შეადანაშაულებენ. მათი განმარტებით კომპანიამ რეორგანიზაციის სახელით თანამშრომლებისთვის გამოცდის ჩატარება გადაწყვიტა და თანამშრომლებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას ავალდებულებენ. მაღაროელებს მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი თანამშრომლების შემცირებაა. ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფმა დღეს აქციაც დაანონსა. ისინი საპროტესტო გამოსვლას 1 მაისს ჭიათურაში გეგმავენ. განცხადება პირდაპირ შინაარსობრივად მოიცავს იმას, რომ ყველა დასაქმებული ოფიციალურად უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, უნდა დაემორჩილოს რეორგანიზაციას და მასობრივი დათხოვნის მოთხოვნას, ასევე კომპანია შესთავაზებს შემდეგ გამოცდას, თეორიულ გამოცდას, რომელიც იქნება საკმაოდ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები ჩაატარებენ, სპეციალისტები ამ გამოცდას, ყოველგვარი წინასწარი გადამზადების გარეშე დარწმუნებული ვარ, ბევრი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს და სწორედ კომპანიის მიზანიც ის არის, რომ 3620 ადამიანის ნაცვლად ყავდეს მაღაროში დასაქმებული დაახლოებით 1000-1500 ადამიანი და ეს ხელმოწერაც ემსახურება ამას. ბუნებრივი არის, ისინი აახლებენ მიწისქვეშა სამუშაოებს, მაგრამ უნდათ რომ ეს სამუშაოები განაახლონ შემცირებული სამუშაო ძალით, ანუ არა იყვანენ იმდენ ადამიანს, რამდენიც მანამდე იყო დასაქმებული, ეს ერთი და როგორც ჩანს, უნდათ ხელფასების შემცირება. სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა ეს განცხადება. ეს განცხადება შეადგინა კომპანიამ და თავიდან მოიწვია კონკრეტულ შენობაში, ჭიათურაში სანატორიუმის შენობას ეძახიან, მოიწვია მაღაროელები, რომ მოდით ხელი მოაწერეთ. კომპანიას ჰქონდა მოლოდინი, რომ დაეწყობოდნენ მაღაროელები ისე, რომ არც იკითხავდნენ რა წერია ამ განცხადებაში, არც არავინ განუმარტავდა მათ ამ განცხადებაში რა წერია, ხელს მოაწერდნენ და კომპანია ფარულად, ისე რომ წინასწარ არ იტყოდა, რამდენი ადამიანის შენარჩუნებას აპირებს მის გეგმაში, რა ხელფასის გადახდას აპირებს და რა გეგმები აქვს მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით, ყველა ხელს მოაწერდა და ამით დასრულდებოდა.